კაცებს მარტო სექსი გაინტერესებთ. სულ არ იცით რომ ქალებს ყურადღება გვჭირდება. ყურადღება. ეხლა იწყება სექსი. მიდი დააბოქსავე. ბიჭო, გუშინ სად იყავი? სათევზაოდ. და რაზე თევზაოდ? გავმახსე. მართლა? ო. მერე დაიჭირე რავე? არაგაც, არაფერი. აბა რა იცი, კალმახსე რო თევზაოდ. როგორ იმგზავნეთ ქალბატონო ეთერ, ხო არ დაიღალეთ? არა, მადლობ ჩილო, კარგად იმგზავნე, კარგად. მოგეხმარებიდე. არა, დედა. ეს ჩემს სიძეს. ჩემი ნაკვეთიდან არის. დიდი მადლობა. ეს კიდე ჩემ გოგოს, ჩემი ნაკვეთიდან არის. პამიდორია ცოცხალი. მადლობა დე. ეს კიდე ჩემ ცელკ ბიჭს. ჩემი ნაკვეთიდან არის. რო ბარავდი ვიპოვე. გამარჯობათ. გამარჯობა. აი, ტანი მეკავება და რამე საშუალება ხო არა გააქვთ? და დაბანვა არ გიცდიათ? კი, ცადე, ერთი კვირა მიშველა, მაგრამ მე ისევ დამეწყო. აი ბიჭო, შენ ხარ? მოდი. როდესმე გინახავს ეგეთი სიზმარი. მაგარი ქალები რო ყავს, მაგარი მანქანა რო ყავს, მაგარი სახლი რო გაქვს და ბევრი ფული რო გაქვს. გინახავს ეგეთი სიზმარი. მოდი. დაწექი. მიდი, ნახე. თან მაგარი სიზმარია. მიდი. დაიზინა. აი, ასეთი წითელი ფერის გააქვთ? არა, წითელი ფერის არ გვაქვს. არა. იცით რა ქენით? აი ეს აიღეთ, ამასთან ერთად გარეცხეთ და გაწითლდება. მართლა, გუშინ მე გავრეცხე და ყველაფერი გააწითლა. აი. ანგაში ზარი უნდა შემოვა. იო, ორკვირაში დედას ვიღებ. ეს არის გიორგი, ეს არის ქოთა, ეს არის ქოთას გიორგი. აი, შემოიცა. ეს სიყვარულის ბალადა. ექიმო, თქვენ თვრალი ხომ არ ხართ? მე? ო, თვრალი? მე ვიდა მატრობს. ეხა ქირურგი და ანესთეზიოლოგი მოვლენ. და ნახავ მერე ვინ არის მთვრალი. აი, მოვიდნენ.
ნომერ პირველი ქირურგი მსოფლიოში. აბა, სიყვარულის ადამიანი. ედეგი შე. რეპილექსი შე, ედეგი ზევ. ედეგი. გოგონა ფეხცი მეთხართ. ვაიმე მართლა? რა კარგია. 3 კვირის. 3 კვირის? დარწმუნებული ხართ? 100%-ით. ვაიმე, მე რო 4-ის მინდოდა. არა, იცით რა არის, აი, ზურას უფრო კარგი მანქანა ყავს. კარგი სამსახურიც აქვს. და იცით, საერთოდ არ სვამს. ესე იგი 3-ის, ხო? 3-ის. თამუნა, დათოს ნომერს ვერ მეტყვი? რაკენი ბიჭო? კიდე წააგე? კი, მაგრამ შევაშინე. ხო? რა უქენი ეგეთი? რაფერი? უბრალოდ ეგონა რომ მოვკვდი. როგორ შეეშინდა, იცი? ბიჭო, ჩემი ცოლი ყოველდღე გვიან ბრუნდება სახლში. რო ეკითხები, სად იყავი თქო? არაფერს არ პასუხობს, არაფერს არ მოლაპარაკები. გაგიჟებული ვარ, კაცი. მეც გაგიჟებული. ხო? ხო. ოღონდ მე ჩემი ცოლი ყველაფერს მეუნება. ისეთებს მეუნება. ეგრე ჯობია. გამარჯობა. სამსახურში რომელ საათზე უნდა იყო? 8-ზე. ეხლა რომელია? 9. მაგრამ იცით, გზაში მანიაკი ამეკიდა. დაგიშავათ რამე? არა. მაგრამ იცით, ძალიან ნელა მოდიოდა. მირეკავდი? ხო, საყვარელო. შენთვის 2 ამბავი მაქვს. კარგი და ცუდი. რომელიც დავიწყო? ცუდი ამბების თავი არა, მაქვს კარგი მითხარი. კარგი, მაშინ შენს მანქანაზე 6-ვე აირბაგი მუშაობს. რა გნებავთ? მე სექსი თქვენთან. არ იცით, ჩვენთან სექსი და ფსიქოტროპულები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. ესე იგი, პაემანია, შეხვედრა, პუტინი და ობამა. გზა არის სააკაშვილთან, ნატოსა და ევროკავშირის გვერდით, ვიღაც შავი ვალეტია, ნაბუკოს შუაში კი, ვიღაც ქვრივი ქალია. ვალობთ. მობრძანდით, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ცით ამერიკამ თავის მხრივ რუსეთს მიანიშნა, რომ იგი არ შეეგუება მის იმპერიალისტურ მოთხოვნებს. შესაბამისად
გადატვირთვის მიუხედავად, წყალებში გადატვირთვის მიუხედავად აი მე ჭრიალებს ხო ქალბატონო? აი იცით სხვათა შორის იმ დღეს წავიკითხე რომ სტატისტიკურად თურმე აი ესეთი საქანელები რომლებიც პარკშია დამონტაჟებული 99% წყდება. დიახ და ბავშვებში იწვევს საშინელ დაზიანებას აი თავის ხერხემლის არ ვიცი 1000 უბედურებას ნუ აი შეიძლება აი ესეთი ხარისხის საქანელის დამონტაჟება პარკში ნახე წამოდი დედიკო წამოდი სხვაგან ვითამაშოთ მადლობა არა როგორ გეკადრება საყვარელო უნდა გამოვკითხდე სექსის დროს სხვა ქალებზეც ვფიქრობ რა გცხვენია რა უნდა უმსოხარ აი მე მაგალითად მე როცა სხვასთან ვარ მაშინაც შენზე ვფიქრობ რამე ეშველება ჩემ მანქანას წინა და უკანა ბამპერი უნდა მოხსნათ ბამპერზე რა ჭერს მოიცა დავამთავრებია წინა და უკანა ბამპერი უნდა მოხსნათ და მათ შორის ახალი მანქანა უნდა ჩავაბეროთ აი ეგ ეშველება ექიმო, დალტონიზმის რაღაც უცნაური დაავადება მჭირს. მხოლოდ ერთ ფერს ვერ ვხედავ. მაინც რომელს? რა ვიცი, ექიმო. მაგას რომ ვხედავდა და ვამჩნევდე, თქვენთან კი არ მოვიდოდი. სასიამოვნოა. დაჯექით. კარგით. აი ეს თქვენი სამუშაო მაგიდა? კარგით. ეს თქვენი ლეპტოპი? კარგით. ის თქვენი ტელეფონი? კარგით. ეს თქვენი ფაქსის აპარატი? კარგით. კი, მაგრამ კარგის გარდა სხვა სიტყვა არ იცით? სექსი. მოდი აქ ალბატონო. თელი ღამე თეთრად გამათენებინე. რომელი საათია? დილის 6. მერე სად იყავი? დისკოტეკაზე. ყველგან დავრეკე. ყველა შენ დაქალთან დავრეკე. შენი შეყვარებულის დედასაც კი ველაპარაკე. საავადმყოფოში დავრეკე. პატრულში დავრეკე. მორგშიც კი დავრეკე. უსინდისო. და მე ვერ დამირეკე. ბიჭო დროის მანქანა გამოვიგონე ხო დროის მანქანა გამოვიგონე რა მანქანა გამოვიგონე გეტყვი ჰარაკი დალევ ხვალარის დაამატეთ შეიძლება ზეგაც იყოს. ეს ფალამ
როდემდე უნდა ეგდო? აეთრიე. ბაზარში ხარ წასასვლელი. რას მიყურებ? ვერ მიცანი? იცოდე მეორედ აღარ შემომიყვანო დათო. აუ ხო. დათო მქვია. დროზე ფული ეს წარცვა. რიგი დაიკავე, გენაცვალე. როზე ფული. რა ეს რა თხელით მაგაქვს? ვიცი მცვივა. მე არაფერებ მოვლას. ხვალიდან ვიწყებ. რა საშუალებით? ცოლს უნდა გავშორდე. გოგონა ხერა ხდება. გუშინ ბარში გვინდოდა წასვლა, მაგრამ მაგრად დაგვეძარა და ჩემთან ვიქეიფეთ კურსელება. ხო, ნახე ფოტკები. ყველაზე ლამაზი შენი ყავი. მადლობა. ისე ბარში მაინც არ შეგიშვებდნენ. face control-ს ვერ გაივლიდით. არა, ისინი იმათ არ შეუშვებდნენ. არა, მე ერთი შეხედვით სიყვარულს არ მჯერა. აჰა. ესე იგი ერთი შეხედვით არ გჭირა. კაი. გაიხედე იქით. გაიხედე. აი ხლა მეორე შემომხედე. ეხლა? ჩემს გამოცდილ წამლებს შევამთ. არა, და რატომ არ შევამთ? ცუდი გემო აქვს. მერე ისე დალიათ თითქოს კონიაკს შევამდეთ. კონიაკი რო დავლიო ისე თითქოს წამლებსო? იცი, ესე უცებ არ შემიძლია. რა? აი ესე უცებ არ შეგიძლია რას ნიშნავს ახლა? მე გვანცა მქვია. მეგია. ჩემო კარგო, მოგიტანე ხაჭაპური, ქათმის სალათი და ჩემი გამომცხვარი ტორტი. აუცილებლად უნდა შეჭამო, აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, ესე რომ წუხდებთ, მაგრამ ნაჭამი ვარ და არა, უარი არ გამაგონო. ბოლომდე, ყველაფერი უნდა დაამთავრო ბოლომდე. აი ამ ტორტისგან ერთი ნამცეცი არ უნდა დატოვო. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ხელებს გადავიბან და ეხლა მიდი. მადლობა. მიდი. ვერ გამიგია რატოც მასე დიდ პატივს ჩემს მდივანს. ყოველდღე ამდენი საჭმელი რატომ მოგაქვს მე ეს ვერ გამიგია. იმიტომ ჩემო საყვარელო, რომ ზედმეტად კარგი ტანი აქვს. აი ეს ტორტი ბოლომდე შეჭამოს.